მე ვარ მაკა მახარაძე. ბალერინობა და ბალეტის მოცეკვავე. ბალერინა ნიშნავს პრიმა ბალერინას, წამყვანს. ურთულესი პროფესია, იცით, ძალიან რთული. გარედან ჩანს, რომ ეს მსუბუქი, ნაზი, ლამაზი, რამდენი შრომა ამაში, რამდენი შრომაა ჩადებული, წარმოუდგენელია, ну, მან გარეთ მყოფ ადამიანს, ვინც მოდის თეატრში და უყურებს სპექტაკლს, გონია, რომ ეხლა წავა და სახში კი წავა და სადაც გააკეთებს ხვალისთვის მაგრამ ყველა ხო არ არის ასე. ძალიან რთული პროფესიაა, მოკლედ, მაგრამ თავიდან რომ დამაწყებინა ჩემი ცხოვრება, იგივეს გავაკეთებდი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ოცნება ბავშვობიდან. ბავშვობიდან ოცნებობს, მე მგონი 80% გოგოების. იმიტომ რომ ხიბლავს მათ ეს ზღაპრული სამყარო, სამოსი, ულამაზესი ეს ტუტუ, პაჩკა, ასე ვთქვათ, ულამაზესი. ყველაზე ლამაზი რაც შეიძლება მოეგონებინა ადამიანს. და ეს, რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს და ყველას უნდა. რა თქმა უნდა, აიცით რა, არ იყო ეს, მე ვოცნებობდი თვითონ, თორე არც ტელევიზორი იყო მაშინ ჯერ კიდევ 56 წლის ვიყავი მე, რომ შემოვიდა ტელევიზია დაუშვათ და აქედა რომ შემყარებოდა. რაც შეეხება თეატრში სიარულს, თეატრი იყო ჩემთვის რუსთაველის თეატრი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ დავბადებული ვარ, მაგრამ პრაქტიკულად მთელი ჩემი ბავშვობა იქ არის გატარებული. იქ ვიყავი, იქ ვიზრდებოდი, დედაც იქ მუშაობდა, მამაც იქ მუშაობდა. მონაწილეობდი სპექტაკლებში სხვათა შორის 6 წლის ასაკში თუ 5-5. ეს იყო ნუშიჩის პიესა ფილოსოფიის დოქტორი. სადაც გერმანელი ბიჭი ვიყავი მე და გუტენ ტაგ ვამბობდი. მეტი არ ვიცოდი, არც იყო საჭირო. დედა ჩემის შვილი ვიყავი. დედასი და მამა გეგონება წინასწარმეტყველება იყო. დედა და მამა სპექტაკლში გაცილებულები იყვნენ. და დედას უყვარდა შეყვარებული ყავდა, როგორც წესი და ყოველთვის დედა და რამას ჭიკვაძე იყო ყოველთვის იყვნენ წყვილი სცენაზე, წყვილები. სცენაზე სულ სასიყვარულო ამბები ჰქონდათ და ხო და მე ვიყავი მოკლედ ასეთ 5 წლის, 6-ის მერე გავხდი. და მერე ვითამაშე ჭინჭრაქაში მთვარე. მაშინ, როდესაც თავიდან იყო ნაძე ეგაძე ბრძანდებოდა, დამთავრებული ჰქონდა მასეც ქორეოგრაფიული სასწავლებელი, შემდეგ იყო ნანა ფაჩუაშვილი და მერე ნანა კიდე იყო ერთი გოგო და მერე უკვე მე ცოტა მერგო. და ძალიან ბედნიერი ვარ, ის ყოველთვის ეს შემადგენლობა ჩემი მშობლების, მეგობრების, უახლოესი მეგობრების თეატრში მოხარშული ბავშვისთვის მართლა ოჯახია ყოველთვის. აი ახლა წარმოედგინეთ თქვენ ჭინჭრაქა. ну დედა თავისთავად, ეროსი მანჭკალაძე, გოგი გეგეჭკორი, ზინა კვერენჩხილაძე, ბელა მირიანაშვილისა, კარლოს აკანდელიძე, მე შეიცვალა ახალგაზრდებით შემადგენლობა, კახი კავსაძე, ასო ახალი მოსული იყო თეატრში მაშინ კახი, ელდარ სახთქუციშვილი ერთად იდგნენ სცენაზე ესენი, ერთი მოწყენილი ის იყო მასხარასავით რაღაცა გაუგებარი პიროვნებები იყვნენ და მეორე გახინრებული, სულ რა თქმა უნდა კახი. ხო და შემდეგ რაც მთავარია ბატონი რამაზ ჭიკვაძე, რომელმაც ამ სპექტაკლში შეიცვალა ამპლუა, შეიძლება ასე ითქვას. მანამდე სულ იყო შეყვარებული ლამაზი ბიჭი, რომელიც არაჩვეულებრივად მღეროდა თან და ყველა კი არა შეიცვალა უცბად და ეს იყო ქოსიკო. ქოსიკო ნიშნავდა ქოსიკო თმა არ ჰქონდა ვითომ თავზე. აქ თოკის ისინი ჰქონდა წვერები და ასე ულვაშები უბრალოდ. ძალიან საინტერესო იყო, მოკლედ, არაჩვეულებრივი.
აი ამ შემადგენლობა ეს იყო ჩემთვის ოჯახი, სახლი. და ბედნიერება იყო ეს, რა თქმა უნდა. ყველა ბავშვისთვის ბავშვობა, დიდი ადამიანისთვის, ზრდასრულისთვის, რა თქმა უნდა, ბავშვობა ყველა მისტირის ბავშვობას და ახალგაზრდობას. ეს თავისთავად ასე. და არაფერი არ მომიხერხებია, ასე მოხდა. ნამდვილად არ მომიხერხებია. მოხდა ასე და ბალეტი მამამ დაამთავრა საბალეტო სკოლა, ეს ყველა მიცის ალბათ. და უნდოდა და ასეთი გადაწყვეტილება ჰქონდა, რომ უნდა გაყოლოდა ამ საქმეს, მაგრამ ორი უსაყვარლესი მსახიობი იყო მისთვის ბატონი აკაკი ხორავა და ვახტანგ ჭაბუკიანი. აი ეს იყო მისი საოცნებო მსახიობები და მაინც აი იდგა როგორც თვითონ წერს თავის სიკში ოპერისა და ბალეტის თეატრთან და მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს იყო თეატრალური ინსტიტუტი და რუსთაველის თეატრი. ხო და იქით გადაიბირა დრამის თეატრმა. კი არ გადაიბირა, თვითონ მოუნდა რა თქმა უნდა. ხო და ბალეტს დაანება თავისთავად თავი. და მე არ დავანებე თავი. იცით რა, ჩვენ სახლში იყო მამას გამო, რა თქმა უნდა, კულტი იყო ნამდვილად ბალეტის. სულ მესმოდა საუბრები ამ თემაზე. გვარები, ნაცნობი და ცნობილი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ვერა წიგნაძე, ზურაბ კიკალეიშვილი, მარია ბაუერი. ბაუერი იყო მამას პედაგოგი საბალეტო სკოლაში, როცა სწავლობდა. ხო და მოუყევი ამ იმაში ალბათ თორე. არ ვიცი, ვერ გეტყვი. როგორ მოხდი და კარგად მოხდი ალბათ დროზე. 9 წლიდან 9 წლის ვიყავი, როცა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მაშინ გაიხსნა. ზუსტად და მაშინ მოხდი. ჩავაბარე გამოცდები მონაცემების მიხედვით. ეს ასეა, ყველას ასე იღებენ, არავის არ მიიღებენ ხათრით და არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ისეთი რთული პროფესია, თუ არ გაქვს მონაცემები, თუ გაქვს კიდევაც ძალიან კარგი მონაცემები, არავინ იცის როგორ წავა საქმე, როგორ წავა, შეძლებს თუ არა ფიზიკურად ამის გაძლებას. თუ არ ხარ დაავადებული ამ ავადმყოფობით, რაცაც ქვია ბალეტი, იმიტომ რომ ვერაფრით ისე ვერ მოახერხე. პირველი კი არა და ადრეც იყო რაღაც. აი სამი მახსოვს. როდესაც გადავდიოდი უკვე მეორე კურსზე, იქ როგორ არის იცით, როგორ იყო მე-9 კლასიდან იწყებოდა სკოლა და საბალეტო სკოლა ერთ შენობაში იყო მაშინ. საგანმანათლებლო ვეღარ ვთქვი სკოლა. და ეს ერთ შენობაში იყო და ერთად ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან ძნელია. ხო და გადავდიოდი, ესე იგი მე-9 კლასიდან მე-9 კლასი პირველი კურსი, შემდეგ მე-10 კლასი, მეორე კურსი და მე-3 კლასი უკვე მე-3 კურსი დამამთავრებელი ისა. და მეორე იმაზე რომ გადავდიოდი კურსზე, მამამ გამომიძახა და მითხრა, რომ მეო რაც ნახეო შენი გამოსვლაო და შენი შესაძლებლობებიო, გადავწყვიტე რომ გამოგიყვანო საბალეტო სკოლიდანო და ახლა უნდა სიმართლე ვთქვა, ვერ მოვიტყვები. ზარმაცობდი. ხო და ეს თავგანწირული შრომა ვერ შევძელი. და მითხრა რომ გამოგიყვანო, ხლა ისეთი რთული პროფესია არის და ისეთი წამება არის, მე ესე ვიტყოდი. და თუ არ ხარ ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში თვითონ, თუ არ ხარ წინა პლანზე, იგივე შრომა გიწევს და შეიძლება კორდებალეტის სულ უკანა პლანზე იდგე. და მე არ მინდა ესეო. გამომიცხადა და მე ვთხარი რომ გამომიყვანო
სკოლიდან, საბალეტო სკოლიდან გადავხტები მტკვარში და შევაშინეთყობა ძალიან. და შეეშინდა. ეს ერთი. მეორე შემთხვევა ვარ ახლა შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც უყვებ. 17 წლის ვართ ზაფხულში ერთად დედა და მამა ჯერ ერთად იყვნენ და ეს ის პერიოდია, როდესაც სიგარეტს ყველა თითქმის ვისაც ამ ასაკში უნდა დამოუკიდებლობა და მარტო ყოფნა და ყველაფერი რო იციან და ისა და სიგარეტები დიდო მამასი და დედასი მაგიდაზე და მე იქიდან ვიპარავდი და მამამ შეამჩნია ალბათ დედამაც, მაგრამ გამიყვანა მამამ გარეთ ეზოში საქმე მაქვს შენთან უთხრა. აი მე ვფიქრობ რა უნდა უნდოდეს ახლა ერთი გადავუშხარშეთ. ხო და ახლა მეუბნება რომ მე ვხედავ რასაც აკეთებ შენ რომ სიგარეტს იპარავ. ესე იგი რაც გინდა გააკეთე, ოღონდ არ მოიტყო არასდროს, მითხარა ჯობია რომ მე მინდა ესე გავაკეთო, მე გავიგებ ამას, დაგელაპარაკები და ყოველ შემთხვევაში რაღაცას ნახავთ საერთოს. ბოლოს იყო რა. უკვე კარმენი, ეს უკვე ჭარმაგი ვარ როგორც ბალერინა მაგ დროს, უკვე ალბათ ესე 35 წლის სადღაც ხო. იმიტომ რომ თმა საერთოდ არ მაქვს ესე ჭრელი მით უმეტეს, მაგრამ ღიაფერის თმა არ მაქვს. არ მქონდა. და ფილმში როცა ეცადე მაცივარში ვიღაც იჯდა სპეციალურად შემღებეს. მეც და ჩემი პარტნიორიც ბიძინა ჩხეიძე. ორივე შავგრემანი არ ყოფილვარ, მაგრამ ნუ ყავისფერი თმა მქონდა. შემღებეს. და გავხდი ქერათმიანი ქალი. ასე მთელი ცხოვრება გამომყვა ეს ქერათმიანობა. ხო და მოხდა ესე რომ მე კიდე შემჭრეს თმა. ნუ არიკით ცეკვავდი კარმენს შავი თმით მე ერთხელაც ავდექი და რა მოხდება ვიფიქრე ხა რომ ეს თმა შეჭრილი კარმენი რატო არ შეიძლება რომ იყოს და გავრისკე და მამა ჩემი ესწრებოდა ამ სპექტაკლს მან და მაინც. ხო და ახლა სპექტაკლის შემდეგ ელოდები რომ მოგეფერება ყველა. ხო და მითხრა ისევ და ისევ. არ გცხვენიაო მეუბნე. აი როგორ გაბედე ამის გაკეთებაო. აი რა არის გამთათხა მოკლედ. თუმცა მამა იყო აი ეს სამი შემთხვევა მახსოვს მთელი ცხოვრების განმავლობაში რაც იყო. არ არის ადვილი. სოფიკომდე ყავდა მამას მეუღლე და შვილიც ყავს. ბაია მახარაძე, ბარბარე, ჩემ ბებიას ბარბარობას არ დაბადებულა, მაგრამ ბებია ჩვენი ბებია იყო ბარბარე ვეკუა. და მისი სახელი დაარქვა მამამ. ეს ცოტა გამიჭირდა ეგ ძალიან. ეგ მე თვითონ უკვე დედა ვიყავი. 2 წლის იყო ნატო. ხო და რაღაც ეს განვიცადე. ნამდვილად განვიცადე. მაგრამ სოფიკოსთან სრული ჰარმონია გქონდა თავიდანვე. არ იმიტომ ხომ არა ახლა გჯერათ ალბათ რომ იმიტომ არა რომ ესე ცნობილი იყო და იმიტომ ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის. ისეთ შემადგენლობაში ვარ გაზრდილი რომ ამას არ ვაქცევ ყურადღება. რაღაცა ძალიან მეგობრობდით კიდევაც. ძალიან მეგობრობდით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. არავითარი ის არ ქონია. ხინჯი. არ ვიცი, იმიტომ რომ სხვა ოჯახი და სხვანაირი მე არ ვიცი, როგორია. მე ესეთში დავიბადე და ასეთი მგონია ყველა. ყველა იმ თვალსაზრისით, რომ არავითარი იცით რა. ზოგს გონია რომ ეს ნუ ეხლა განსაკუთრებულად საყვარელი და პოპულარული მშობლები მყავდა და
ძმა ჩემი თემურ ჩხეიძე. ყველას გონია, ყველას არა რა თქმა უნდა, რომ ეს გადაპრანჭული ხალხი და რაღაცები ხო გონიათ არა, მაგრამ ჩემ გარშემო ასეთი არ მინახავს არავინ. არც ჩემები, არც მათი მეგობრები, ასე რომ გამიღიმა ბედმა, რა თქმა უნდა, რომ დავიბადე ასეთ ოჯახში. 9 წელი გავიდა, რაც თავი დავანებე ცეკვას და მაშინ გაიხსნა გავხსენით საბალეტო სკოლა. სტუდია არ არის ეს სკოლა. ეს არ არის პროფესიული სკოლა. იცით რატომ? შეიძლება იმიტომ ახლა დავფიქრდი ამაზე, რომ ჩვენი სტუდია არის სიხარულის მომტანი. რა თქმა უნდა, პროფესიულიც არის სიხარულის მომტანი, მაგრამ იქ არ არის მოთხოვნადი და გინდა თუ არა ეს უნდა გააკეთო და ეს უნდა ისწავლო და ეს უნდა თავი შეაკლამას, აქ ხო არ არის ეს. ის არის, რომ ბავშვები არიან ბედნიერები და მგონი მშობლებიც. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეს სტუდია იყოს უფასო, მაგრამ არ გამოდის. ამას ძალიან განვიცდი. მაგრამ ვერაფერს გამორიცხულია. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მშობლებს იმისთვის, რომ ეს იძულებული ვარ, რომ ასე გავაკეთო. ისევ და ისევ მათი კომფორტისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩანს, ისედაც ყველაფერი დიდი სიყვარული ბავშვებისადმი, დიდი პატივისცემა მშობლებისადმი და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ ესმით ეს ყველაფერი, მე მგონი, ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია, რომ საწინააღმდეგო ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია, რომ ვინმე გააპროტესტოს ეს. ეხლა დღესდღეობით მაინც ყველაფერი ფასიანია, ჰაერიც კი მე მგონი. დროს უნთქავ, იმაშიც ფულს გადავიხდით ცოტა ხანში. არის დიდი მოთხოვნა. ძალიან ხშირად მშობლების, ბებიებისაც კი. დედა-მამა, ბებია და ბაბუ, უფრო ქალები. მაგრამ ეხლა გადავხტები უცბად, მინდა ხაზი გავსვა, რას იცით? ისეთი ხშირია, რომ მამებს დაყავთ, ბავშვები მოყავთ და ელოდებიან მერე. ის იმდენად შესამჩნევია და გაბევრებულია ეს ამბავი და ისეთი სასწაულის თანახავია, როცა სულ ახალგაზრდა ბიჭებს მოყავთ შვილები. ერთ ხშირად ერთი მასში უწევს ეტლში და მეორე მოიყვანა. ხო, აი ამას ასეთ ნდობა მშობლების მხრიდან და საერთოდ არ ვიცი, ეს მამებზე გადავედი, თორე დედებსაც და ბებია-ბაბუებსაც მე მგონი სიამოვნებით დაყავთ. მამებს ხაზი გაუსვი, იმიტომ რომ ეხლა მომრავლდა მამების ფაქტორი. რაც შეეხება აი ესეთი ბავშვების ნიჭიერის, რომელიც შეიძლება თეატრში, და სასწავლებელში მოხდეს, პროფესიულ სკოლაში, ძალიან ცოტა არის, მაგრამ ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მონაცემი აქვს ბავშვს უნდა კონდეს. ფიზიკური მონაცემების გარდა იქ ტერფი, ფეხის ნაბიჯი ქვია ამას, ელასტიურობა, სახიობური ისიც უნდა კონდეს შესაძლებლობა, ხო? მუსიკალურობა, ძალიან ბევრი მონაცემია საჭირო. ყველაფერი, აი ფიზიკური მონაცემების გარდა, ჯანმრთელობა, გამძლეობა, შრომის უნარიანობა, ეს ძალიან ბევრი და დიდი ის არის თაიგული, ასე ვთქვათ. ამას გაძლება უნდა ყველაფერს. და თუ არ აქვს ბავშვს მონაცემი, კარგი მონაცემები, არც ჩვენ არ ვეუბნებით, რომ ის კარგად რა კარგია, რა კაი სანახავია, გამხდარი, ეგ არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი ყოლია ჩვენ ესეთი ბავშვები, აი რო შეხედავდი, აი ბალერინა, მაგრამ მონაცემები არ აქვს. ეს ბევრად ადრე მითხრა. ბევრად ადრე. არა, ეს არ მოხდა და რაც ვერ მოხდა.
იმიტომ რომ მოხდა დილის რაღაცა 4 საათზე თუ კი ვიყავით სულ იქ, მაგრამ არ გვიშვებდნენ მასთან. ნანის უშვებდნენ მარტო. ისიც ყოველთვის არა, სულ იქ ვერ იჯდებოდა თავისთავად რეანიმაციაში. ეს ვერ მოხდა. ესე იცინოდა ხოლმე და კი არ იცინოდა, მაგრამ მე რო ვიკრიბებოდით ახლა ოჯახი ეს აღდგომაზე, შობაზე და ვიკრიბებოდით ხოლმე და ჩვენი ოჯახის სახარ თავარი ამბობდით, შენ ხარ ჩვენი უფროსი, ისედაც, ასედაც ყველა მხრივ. არა ვარ მე არაფრის უფროსი გამანებე თავი, მე შენიყავიო. ან მე ისა ვარ, უბრალოდ ის რომ გვინდა ერთად ყოფნა, ეს გვინდა და გამოგვეცალა მთავარი. მაინც არ კარგავთ ამას. ამ ურთიერთობას არ კარგავთ, ვართ ერთად მაინც და ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ჩემი შვილიშვილები, ჩემ დედაზე არ ვლაპარაკობ, შვილთაშვილები მისთვის. სულ ერთად ვართ, ერთად გვიხარია ყოფნა. დაუშვათ, დათა იყო პირველი შვილიშვილი, რომელსაც ეძინა თუ ეღვიძა, დედამის ჰქონდა ჩართული მოცარტი. ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა, იმიტომ რომ სულ პატარა იყო, როცა უსმენდა, მე უკვე ჭუაზე როცა იყო და იმაში არ იწვა, რა ქვია, ეტლში. დიდი როცა გახდა წარმოჩნდა, თქვა რომ ეხლა ოპერა უყვარდა ძალიან სულ პატარობიდან და რეჟისორობა იმიტომ მინდაო, რომ ოპერები უნდა დავდგაო და ეს ამის შესაძლებლობა არ მიეცა საერთოდ. მე ერთხელ თქვა რაღაცა ისა ადენოიდები ქონდა და ცოტა ცხვიში დაპარაკობდა ესე. ხო და ამბობს რომ ეს იცი რა ვერდი არ მომტონს. უცბად არის 5 წლის ალბათ. არ მომტონს ვერდი. მე მარტო მოცარტი მიყვარს. კარგი ბატონო მე ვთქვარი და ასეთ ამაში ატმოსფეროში ნამდვილად იზრდებოდა თეატრში, ერთ თეატრში, მეორე თეატრში, დრამაში, ოპერა, ბალეტი, ყველაფერი მისთვის ახლო იყო. თან ჭირდა არჩევანი რას და გაყვება დაუშვათ. მუსიკას გაყვებოდა თუ მსახიობი უნდა რომ გამხდარიყო და ასე შემდეგ მოკლედ. კი, ჩვენ ვივიღეთ მონაწილეობა ნამდვილად რომ ესენი კარგად გამოგვეზარდა. 70 წლის რო გავხდი. აი მაშინ ხდება ეტყობა რაღაცა. მანამდე არ ვიზამდი, მაგრამ მინდოდა ძალიან, მინდოდა. ავდექი და გავიკეთე მე. არა, საერთოდ არასდროს არ ყოფილვარ ხო, მიჭირდა პირიქით რაღაც გადაწყვეტილების მიღება, კატეგორიულად რაღაც მომენტებში მაქვს ხოლმე რომ აი უცბად გადავწყვეტ არა. და მორჩა. ხო და ამ შემთხვევაში არა უძახე ჩემ თავს და მე კი მეთქი და გავიკეთე. რასაც უსურვებ ბოლო 30 წელია. 35. აი სულ რასაც შვიდობას, ურთიერთ გაგებას, ერთმანეთის პატივისცემას. მას კი არ გულისხმობ გაფეტიშებას, პატივისცემით მოვეპყროთ ერთმანეთს. ვიყოთ უფრო და არ უნდა ვეჭიდაოთ, რომ ის იმის მხარეს არის, აი ეს ამის მხარეს არის, მაგრამ ერთმანეთი თუ დავკარგეთ, ვისი რომ აი ეგ არ მესმის. არ მესმის ძნელია ეს ვიცი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ყველა. უნდა გავითვალისწინოთ. იმის სიანი თუ არის სამსახურიდან ან გააგდებენ ან რაღაც არ ვიცი. მოკლედ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მინდა ვთქვა რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიპატივივცეთ ერთმანეთს, მის აზრებს და ჩვენ იმან, ვინც არის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, მასში მდგომარეობაში ის გამიგებდეს მე გავიგებ მისას და რამენაირად უნდა ერთი ცი და სახელმწიფო ვარ
ძალიან ცოტანი ვართ. ეხლა სულ გარბის ყველა. უფრო ნაკლები ვიქნებით ცოტა ხანში. და ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდია რომ ერთმანეთს ვებრძვით. მრავალ ბედნიერ ახალ წელს და შობას გისურვებთ. ჯანმრთელები იყავით, კეთილები იყავით, გამგებიანები უნდა ვიყოთ. უნდა გვესმოდეს ერთმანეთის, ხო? და ამას ვუსურვებ ყველას. ჩემ თავსაც